მოგესალმებით ტელემაყურებლებო. ეს გახავს ტელევიზია კვირიკეს პროექტი ვილჩევს პროფესიაში. ჩვენ კი მისი წამყვანები ნატაზ გერენაია და თეკლა გილაშვილი გახლავართ. ალბათ ყველა ადამიანს უოცნებია ამოეხსნა ილუზიონისტის მიერ განხორციელებული საოცრებანი. ამ და სხვა თემებზე სასაუბროს დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მოვიწვიეთ ცნობილი ილუზიონისტი ზურაბ ბადეჩკორია. გამარჯობა. სტუდიაში მომწონებისათვის. თქვენს ნებართვით გადავალ პირველ შეკითხვაზე. ბავშვობიდანვე გიტაცებდათ ილუზიონისტის ილუზიონისტობა და ეს ილუზიონისტის ხელოვნება თუ უფრო მოზრდილ ასაკში გახდა ეს თქვენთვის საინტერესო და რამ განაპირობა თქვენი ამ პროფესიით დაინტერესება? მე ვფიქრობ, რომ ბავშვობიდან ფოკუსები ყველას უყვარს. დიახ. გატაცება მე ვფიქრობ, რომ იყო პროფესიონალურ სცენაზე დავდექი, როცა გავხდი 18 წლის. მაშინ არ შეიძლებოდა რომ 16 წლის, 17 წლის უკვე სცენაზე გემუშავა რა. სრულწლოვანი უნდა ყოფილიყავი და ვიმუშავე და გავხდი, მქონდა 15 წუთიანი პროგრამა და ვმუშაობდი საილუზიო ჟანრში. მე 84 წელს პირველად წავედი კაპიტალისტურ ქვეყანაში გასტროლებზე. სხვათა შორის არც ერთი ქართველი ილუზიონისტი არ იყო კაპიტალისტურ ქვეყანაში მანამდე გასტროლებზე წასული და მოვხდი ესე პირველი 84 წელს. მოვიარე 59 ქვეყანა. აი ხო კიდე ვიყავი ბოლოს მეორედ ვიყავი მაროკოში, კასაბლანკაში. 2011 წელს ვიყავი. კონცერტები მქონდა, დიდი კონცერტები, დიდი საილუზიო ნომრები და ეხლა ვიყავი კიდე 2013-ში. იყო ბახვა წერედიანი ჩემთან ერთად. ეს მარიონეტების თეატრი აქვს თოჯინები და ვიმუშავეთ 1 და 20 წუთი. მოკლედ 50 წუთი მე ვმუშაობდი, დანარჩენს ის მუშაობდა და ხა როგორ არის, იცით 2008 წლიდან იყო იმპრესარიო ჩამოსული და იქ თხოვლობდნენ ილუზიონისტს. და მე უარს ვეუბნებოდი სულ რა არ მინდა მეთქი რა. არ მინდა რატო განა იმიტომ რომ რაღაცა ჰონორარზე იყო ლაპარაკი, არ რაღაც ჰონორარს იმხელას მაძლევდნენ რამდენიც მინდოდა. მაგრამ აი ეს უკვე ეს ფრენა არა ფრენა მეზარებოდა რა ეხლა აქედან გადაფრინდი მე იქ გადმოფრინდი მე აკლიმატიზაცია შეიცვალა უკვე იმდენად ვარ შეჩვეული ამ გასტროლებს რომ უკვე აღარ მქონდა ამის სურვილი რა პირველად რო არ მივდიოდი იმიტომ და ნუ მე რაღაც უარი უთხარი მე დაიწყო მოძებნა თელ საქართველოში საილუზიო ხელოვნების სპეციალისტების რა რომ ვიღაცა წაეყვანა 2011 წლამდე ეძებდა და ვერ მოძებნა. და ბოლოს ისე მე მომადგა და მე ჰონორარი მომიმატა. კიდე რომ მოდიო ჰონორარს მოგიმატებო და წამოდიო. მე უკვე შემრცხვა, იმიტომ რომ ისეთი ნაცნობები მომადგნენ მაგის მხრიდან რომ ბოლო მითხეს, ნუ რას კარგაო რა, მიდიხარ შენ საქმე უნდა გააკეთო და წადიო. ხო და ბოლო წავედი, ვიმუშავე, მაშინ 1 საათი ვმუშაობდი სცენაზე. დიდ სცენაზე და 15 წუთი მუშაობდნენ კლოუნები მყავდა წაყვანილი და ისინი მუშაობდნენ და როგორი რაღაცა იცი მე ვიფიქრე რომ აი თქვა რატო და აი როცა მიდიხარ გასტროლებზე იმათ უნდა დიდი საილუზიო სანახაობა როცა ზის 3000 მაყურებელი რო ზის იქ შენ ვერც კარტით ვერც რაღაცა ესეთ პატარა ნივთებით ვერ გააკეთებ, არ არსებობს. ხო, გრანდიოზული უნდა, თან უნდა გეცვას. ეხლა იქ აქ გამოდიან ბოტასებიაც ვეთ დახეული ჯინსები და ხო და გამოდიან და ბავშვთა გასართობ ცენტრში ათლარად მუშაობენ და იქ უკვე სხვა მოთხოვნილებაა რა. ხო, არ შეიძლება რა და ამას აქცევდნენ ყურადღებას პირველი რაც მითხრა, ჩასაცმელი ის გეცმევა, რაც ჩვენ ვიდეოში გვაქვს ნანახი, რაც ჩვენ ინტერნეტში გვაქვს ნანახი, მეთქი ხო არ არის პრობლემა მეთქი და ბოლოს მე კიდე მოვიდა 2012-ში უნდა რომ კიდე წავსულიყავი, მაგრამ ნოემბერში ვერ წავედი, იმიტომ რომ შანხაიში ვიყავი, ილუზიონისტთა დიდი კონკურსი იყო და იქ ვიყავი სტუმრად დაპატიჟებული და 2 კვირა შანხაიში ვიყავი და რაღაცნაირად ეწყინა რა, რომ ვითომე აღარ ვიუკადრისე მაროკო, აღარ მიდოდა კასაბლანკა და რაღაცა მე ვთხარი აღარ არის პრობლემა წამოვალ მეთქი რა და ბოლოს თვითონ მითხარი როდის გეცლება მითხარი რომ წავიდეთ ოღონდ არ მომატყუო რა და არა მეთქი აი თებერვალში მეცლება მეთქი და თებერვალში სულ მირეკავდა ხო არ გადაიდო რამე ხო არ გადაიდო იმიტომ კონცერტები ქონდა დაგეგმილი უკვე და მე ყველაზე კაი ის იყო რომ იქ რო ჩავედი ყველა ქალაქში 30 მილიონი ცხოვრობს
ყველა ქალაქში მოდიოდა ილუზიონისტი ჩემთან, იქაური ილუზიონისტი და ყველას უნდოდა მასთან ერთად სურათი გადამეღო და მოწიწებით მთხოვდნენ ხოლმე ვიღაცებს მიგზავნიდნენ და მაგათ ეგონა რომ მე ახლა ისეთი ვარ რა ცხვირა წეული და ვეთყოდი არა ჩემთან სურათის გადაღება არ შეიძლება პირიქით ხო არა მე ახლა ხო იცით ახლა მე ქალაქელი თბილისელი კაცი ვარ მე ახლა ეგ არასდროს არ მქონია რომ რაღაც ხო იცი ის რაც ვარ ესა ვარ მე ხა ილუზიონისტის სცენაზე ვარ თორე ისე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ გესაუბრებით მესაუბრებით ვლაპარაკობთ საუბრობთ არა ახლა შეიძლება სახე მაქვს ეგეთი რომ ვითომ ისეთიო მაგრამ არა პირიქით ხო და მე ვიღებდი იმ სურათებს გაუხარდათ მე თხოვესო იქნებ შენთან ერთად სცენაზე გამოვიდე წარმადგინე მე რომ აი მეც ილუზიონისტი მაგრამ ეგ უკვე მეთქი ჩემი უფლებაში არ შედიოდა იმიტომ რომ პროდიუსერები იყვნენ და იყო ესეთი აი სადა უკვე როგორ ვარ იცი მუშაობა კი არ მეზარება სცენაზე პირიქით რომ მუშაობ ვისვენებ აი ეს მგზავრობა არ მიყვარს ხოლმე რა რომ აი გადაფრინდი ადმოფრინდი მე აჰო ის იგი ცვალებადობა ამინდის დროის საჭმლის ვითარების გამიგე და აი ეს მღლის ხოლმე რა ეს არის ცოტა ისე ეს პროფესია მაინც აძვილია ხო აი რა არის იცი ხა ბავშვობიდან ახლა 18 წლიდან სულ გასტროლებზე დავდივარ სულ ვიცვლის სცენაზე რა არ არსებობს რომ გავდივარ ყველაფერს ვიცვლი იმიტომ რომ მაყურებელს უნდა ისე არ შეიძლება რაც ქუჩაში მაცვია მე გამოვიდე და ისე ვის ჩავიცე ხო პასუხისგებლობა ჩემს მიმართად, ჩემი პროფესიის მიმართად და ხალხის პირველ რიგში მაყურებელს პატივი უნასწი ამით, რომ დაინახოს, რომ ჭუჭყიანი ფეხსაცმლით არ გამოვალ და დახეული რაღაც არ შეიძლება რა. ჩვენი პროფესია არის მაინც როგორ გითხრათ, იცი? სასწაულ მომქმედი არის ჩვენი პროფესიის ადამიანი და ის მომღერალზე ერთი საფეხურით ცოტა მაღლა დგას, იმიტომ რომ სასწაულს ელოდება მაყურებელი და ეხლა შენც რომ მომღერალი ვით, დახეული ჯინსი და ბოტასებით გამოდიხარ, არ შეიძლება რაღაც ის იმიტომ არსებობს ჰალსტუკი, იმიტომ არსებობს ესეთი პიჯაკი, რომ რაღაც მაშინ ეგრე მინისტრების დახეული იმები და მიხვდით რაღაც ეტიკეტია, ეს ისე ფეხბურთელს აწვია, ხო თავისი ტანსაცმელი ფორმა ბოქსიორს თავისი ფორმა მოკრივეს. ნუ ხო ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო და ამიტომ ვიძახი რა ეს არ არის ისეთი ის რა და ამიტომ მე თავიდან გინდათ ამ პროფესიას დაუფლებოდით თუ გინდათ რაიმე სხვა გადაცემით? იცით რა მე ვიყავი ავიამოდელისტი. მე მაქვს ეხლაც თვითმფრინავების სახში, აი იმ დროის გაკეთებული, რომლებიც დაფრინავენ მატორით, იქ არის ეფირი, ხო მე თვითონ ვაკეთებ, ეხაც ვაკეთებ ხოლმე. მე ნავთი, კასტორკიზეთი და ეფირის ერთმანეთს სურებ და მე ქოქავა, მატოს თავის ბაკი აქვს, დაფრინავს. ეხლა გამოვიდა უკვე ცოტა ელემენტებზე რა, ეწენის, მაგრამ მაშინ ესე ვჭრიდი ხოლმე. სხვათა შორის ძალიან მომეხმარა რეკვიზიტების კეთებაში ამ თვითმფრინავებმა, იმიტომ ბავშვობიდან ავიამოდელისტი იყო, მინდოდა კონსტრუქტორი, გამختارიყავი, ჩავაბარე თვითმფრინავ შენებლობაზე, თვითმფრინავს ჭრაში ვხაზავდი, მაგრამ მე ამიყოლეს ფოკუსება და მივანებე თავი და გამოვედი ამ უნივერსიტეტიდან და დავიწყე ეს ხელოვნება და ეხლა ჰობი დამრჩა თვითმფრინავების კეთება და პროფესია თავირჩიე და არა პირიქით უნდა ყოფილიყო ის უნდა ყოფილიყო პროფესია და ეს ჰობი და მეკეთებია ისე როგორც ეხლა ვიღაცები აკეთებენ ჰობი აქვს და თავს თვლიან პროფესიონალად. ეხლა რა ხდება? ეხლა თქვენ გეტყვით ეხლა უკაცრავად ახალგაზრდები ხართ და მინდა იმ ახალგაზრდებსაც მივმართო, ვინც თქვათ ეუფლება ჩემს ჟანრს, მხატვრობას, სიმღერას, ყველაფერს რა. რაც მთავარია, ხო? ყველა პროფესიას. რაც მთავარია, ყველა საქმეს უნდა ემსახურო პატიოსნად. თუ შენ საქმეს პატიოსნად არ ემსახურე, ის საქმე აუცილებლად გიღალატებს. ერთხელაც თუ შენ საქმეს უღალატებ, ის საქმე აუცილებლად აი ეს არ არსებობს, რომ იმ საქმემ არ გიღალატოს. აი რაღაცნაირად ან თუ შენ საქმეში იაფერისტე, იშარლატანე, არ არსებობს. ეს მაყურებელი ისეთი ჭვიანია, დღეს მაყურებელს ვერ მოატყუებ. მაყურებელი შეიძლება გააოცო
შენი იგივე თავდაბლობით, შენი იგივე პროფესიით, შენი იგივე შემოქმედებით, შენი პროფესიონალიზმით, შენი პატიოსნური გზით არ არსებობს მაყურებელი ამას ხვდება. ხო, მაყურებელი ამას ხვდება. დღეს მაყურებელი არის განვითარებული ყველანაირად და მაყურებელს დღეს ვერ მოატყუებ ბრექიაობით და ბუქიაობით თუ რას ეძახიან. ამიტომ ვიძახი რა, ეხა მე ბავშვობაში თქვენს მე მაგალითად ფეხბურთს ვთამაშობდი. ეხაც ვთამაშობ, მაგრამ მე ფეხბურთელი არა ვარ. მე მღეროდი, მაგრამ მე მომღერალი არა ვარ. ვხატავ, ხატვარი არა ვარ. აი ეს არის, შეიძლება 10 ფოკუსი გააკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ილუზიონისტი ხარ. ეს არის ილუზიონისტი, როდესაც ხარ, იცი როცა ამ პროფესიით ცხოვრობ და აი ჩემ ბიჭს რო ეკითხებიან, ხა ჩემ ბიჭს მაღაზი აქვს ფოკუსების გახსნილი და იცის კარგად ფოკუსები. აი ბევრ რამეებს აკეთებს და რო სუიძახის, მე არა ვარ ილუზიონისტიო. მე რო ვიყო ილუზიონისტი, ამას დიდი დამსახურება უნდაო. ერთი 20 წელი მაინც სცენაზე უნდა ვიმუშაო და ერთი 10 ქვეყანა მაინც უნდა მქონდეს მოვლილი ამ ჩემი სპეციალობითო. თორეო, აი ხო, ჩემი ისენიო კონსულტანტებიო, რომელიც დგანან და მაღაზიებში ფოკუსებს აკეთებენ და ყიდიან, ისინი უფრო ბევრ ფოკუსებს აკეთებენ და კარგად აკეთებენ, ვიდრე ვიღაცეები, ვინც თავის თავს ილუზიონისტს ეძახიან. ამიტომ ილუზიონისტი ხარ მაშინ, როცა შენთვის ქმნი, იგონებ, აკეთებ, ხატავ, ჯერ ერთი შეიძლება ყრუმუნჯი იყო, მაგრამ სმენა მაინც გქონდეს, შინაგანი, სმენა უნდა გქონდეს, შინაგანი, ფერების ამოცნობა უნდა იცოდე. აი, ხელოვანი უნდა იყო, არამც თუ ხელოსანი. კი, კაი ხელოსანს არაფერი ჯობია, მაგრამ ის ხელოსანი თან რო ხელოვანია, ესაა კაი. ამიტომ არის ჩვენ ჟანრში და ყველა ჟანრში არ უნდა იყო, აი შეიძლება იყო კაი ფეხბურთელი და იყო ცუდი სპორტსმენი. მაშინვე გეტყობა. თუ კაი სპორტსმენი ხარ და კაი ფეხბურთელი, მაშინ ხარ კარგი. პროფესიონალი. მაშინ ხარ კარგი. როგორ შეიძლება თუ იცი რომ შენ ხვალე მე უნდა გამოვიდე კონცერტზე, ხო? მე დღეს არავითარ შემთხვევაში ერჭიხა ლუცსაც არ დავლევ. იმიტომ რომ მე ვიცი შეიძლება მე ამან მავნოს მაყურებელს. აი მაგას ვიძახი, თუ კაი ფეხბურთელი ხარ, არ შეიძლება შენ სიგარეტი მოწიო. ნაირად უნდა იყო ჩართული ამაში და არ შეიძლება შენ სიგარეტი მოწიო, არ შეიძლება დალიო, არ შეიძლება იქეიფო, არ შეიძლება თავში აგივარდეს ცხვირი აწიო. მაგას ვიძახი. უნდა იცხოვრო ამ პროფესიით. ხო, აიმით უნდა იცხოვრო და აი ჩემის აზრით რა, ხელოვანი ხარ მაშინ, როცა შენი საქმე გიყვარს და შენ საქმეს პატიოსნად ემსახურები. აი დიდი ხელოვანი ხარ მაშინ, როცა ემ შენ სიყვარულს გადასცემ იმ მაყურებელს, ვინც იგზის და ის მაყურებელი რო იტყვის, რომ ყველა მაყურებელი და ამიტომ მე ყოველთვის ვიძახი. მე ყოველთვის მუშაობ ნიჭიერი მაყურებლისთვის. კი, ყველასთვის მუშაობ, მაგრამ უფრო მე მინდა შემაფასოს ნიჭიერმა მაყურებელმა. ბოდიში და მე არ მინდა რომ დებილმა მაყურებელმა შემაფასოს. მე თუ დებილი მაყურებელი იტყვის ჩემზე კაიაო, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. მიხვდით რაშია საქმე და ის დებილი მაყურებელი რო იტყვის ცუდია, ისიც არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ მე ვმუშაობ ინტელექტი მაყურებლისთვის უფრო, ყველა მაყურებლისთვის, მაგრამ იქ მაინც უფრო იმადზე ხო, იცით რა არის? მაგას ვიძახი, იმიტომ რომ ხა ჩვენი მაყურებელი ცოტა ძნელი მაყურებელია რა, ძიმე მაყურებელია. აი თქვენ არ გახსოვთ, როცა იყო საბჭოთა კავშირი, მაშინ არც იცით ის დროს ახალგაზრდები ხართ, მაშინ ჩამოდიოდა ცირკი. საბჭოთა კავშირის ცირკი. და ჩამოდიოდა და ატარებდა წარმოდგენებს დიდ ჩვენს ცირკში. და ყოველთვის იძახდნენ ცირკის მსახიობები. თუ თბილისში მაყურებელმა დაგიკრა ტაში, ეს იმას ნიშნავს, სადაც გინდა წახვიდე, წარმატებული იქნები. ჩვენი მაყურებელი ცოტა არის მომთხოვნადი, ხო? არა, ჩვენი მაყურებელი არის შემოწმებელი. ჩვენი მაყურებელი რომ მიდის კონცერტზე, ან რომ მიდის თეატრში, ის განაუყურებს, ის ამოწმებს. აი არისვენებს, იქიდან შეიძლება 100-დან 20 უყურებდეს და 80 გამოწმებდეს რა. ესეთი მაყურებელია. რაცვია, ой აქ შეეშალა, აქ ესა თქვა, იქ ისა თქვა. აი და როზის დაძაბულიზის არისვენებს, გამიგეთ? სანახაობისთვის კევიდნენ, იმისთვის კევიდნენ, რომ დაისვენონ და გაერთონ. შემოწმებლად მიდის, აი იმიტომ რომ შეიძლება ეხლა იმან არც იცის, თქვათ, ვინ იყო, ისე ვიძახი რა.
არც აინტერესებს თქვათ პავაროტი რა ცხონდეს მაგის სახელი, მაგრამ ის რო აქ ჩამოსულიყო, ის წავიდოდა რომ აი მე პავაროტის კონცერტზე ვიყავი, განა იმიტომ რომ იცის აი პროსტა რო თქვას რომ ვიყავი რა. და მე აი ესეთი მაყურებელია, მომთხოვნია, იცის და გამოწმებს აი ესე და მე ჩემო მეგობრებმა იციან რომ მე როცა თეატრში პრემიერებია მე არ მეძახიან პრემიერაზე არ დავდივარ. მე უკვე მეოთხე მეხუთე სპექტაკლზე მივდივარ ხოლმე. რატო იცით რომ პრემიერაზე ნერვიულობს მსახიობი, ნერვიულობს რეჟისორი, ნერვიულობს პერსონაჟი, ნერვიულობს ყველა და იქ აი ის რაც მინდა რომ ვნახო, ვერ ვნახულობ. აი როცა უკვე მესამე, მეოთხეზე უკვე ყველაფერი დალაგებულია, აი მაშინ მივდივარ და მაშინ უყურებ სპექტაკლს რა. თქვენ მშვიდად ხართ და ხო, ისინი მშვიდად არიან. ეხლა პრემიერა ეს არის შესამოწმებელი. მე ვფიქრობ პრემიერაზე მიდიხარ და ამოწმებ რა და ამიტომ მე არ მიყვარს შემოწმება. მე მიყვარს ყურება და დასვენება და თუ რაღაც ხო თუ რაღაც არ მომწონს ხოლმე მე შემიძლია ავდგე და გავიდე. განა პროტესტის ნიშნად, ნუ ვიღლები რა, შეიძლება დამამთქნაროს და ამიტომ არ მინდა რომ იქ ვიღაცამ დაინახოს რომ აი ვიჯექი დავიღალე და დავამთქნარე რა და არ მინდა და მირჩევნია გავიდე რა. განსაკუთრებული ნიჭის პატრონი ადამიანები აღწევენ თქვენ სფეროში თქვენნაირ წარმატებას თუ უფრო დიდი შრომის შედეგია ეს ყველაფერი? იცით რა არის, მოდი მე ეხა ერთ კარგ რამეს გეტყვი და დაიმახსოვრეთ, შეიძლება იცით კიდეც. იყო ესეთი რუსი მხატვარი, გვარი გამახსენდება, მაინც რა გვარია, მე გამახსენდება და თქვა ესეთი რაღაცა. ნიჭიერება უშრომველად არის სპილენძის 5 კაპიკიანის ფასი. თუ ნიჭს შრომას არ დაამატებ, ჩათვალე რომ ის ნიჭი არაფერი არ არის. ნიჭიერებას თან უნდა დასდევდეს შრომა. ამიტომ ვიძახე. ეს უნდა შეიძლება ნიჭი ქონდეს, მაგრამ ზარმაცი იყო. არაფერი არ ხდება. იცით რა არის? მე გეტყვით ერთ რაღაცას არის ნიჭიერი ადამიანი და არის ჭკვიანი ადამიანი, ხო? აი შეიძლება ნიჭიერი ადამიანი, მე ხლა ეს რაღაცნაირად ესე ვიძახი, აი მაგალითად ჭკვიანი ადამიანი ნიჭიერისგან იპარავს იდეებს. იმიტომ რომ ნიჭიერი ხანდახან ზარმაციც არის. იმიტომ არის ზარმაცი. არა, იმიტომ არის ზარმაცი, იმდენად იცის ეს ყველაფერი, ეს მისთვის არაფერი არ არის. მიხვდი და აი ჭკვიანმა იცის და ჭკვიანი ამ იდეებს იპარავს რა იმისგან. იმიტომ არის ჭკვიანი. მაგრამ აი იმ ნიჭიერს თუ შეუფუცხუნებ ცოტა და ეთყვი რომ იცი რა, შენ უნდა იშრომო. შენ უნდა იშრომო, იმიტომ რომ ამ ნიჭს უნდა მისცე რა გასაქანე. თორე ისე არ არსებობს. ხა რადგინა შენ რო ხარ კაი მხატვარი, ან შენ ხარ კაი მხატვარი, ან კაი მომღერალი, ან კაი მუსიკოსი და ეს გიდევს სახში. არც მე ვნახულობ, არავინ აბოსა გიდევს რა. თუ არ გაახლავანე, თუ მაყურებელს თუ არ მანახვე მე სილამაზე რა აზრი აქვს, თუ შეინახე რა შენთვის რა. მაგას ვიძახი, ამიტომ არის ხო, აი ამიტომ არის მე ვფიქრობ, რომ ჩემის აზრით სწორია ის, რომ ნიჭიერება უშრომლებლად არის სპილენძის 5 კაპიკიანის ფასი. უფალმა, იმიტომ მოგცა ეს ნიჭი, რომ გავახლოვანოთ და всё, იცით რა არის? იძახიან ხანდახან რომ ვიღაცა ისეთი ნიჭიერი როა, ძლიერი როა და ხანდახან ცუდ რაღაცას იძახიან, ვითომ ეს იმისგან არისო რა, არ მინდა იმის ხსენება. მაგრამ ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, კაცო თუ ყველაფერი იმისგან ამ აღმერთისგან რაღა არისო, გამიგე, ეს არ შეიძლება რა, ეს ადამიანის ღვარძლობაა, რომ იმ ნიჭიერზე ვთქვათ იძახის, რომ ეს იმდენად ნიჭიერია, რატო არ შეიძლება რომ ღმერთმა მისცეს? ნუ ღმერთი აძლევს ყველას ნიჭს. გარჯას რო გაიგებენ, ხო, ნუ ასე მე მაგალითად ეხა თქვენი გადაცემა და თქვენი ის ეხა ნახე იქ სურათები ეკლესიური ის ხო? ეხა ჩემი ჟანრი არ ეკუთვნის ტყუილს. ჩემი ჟანრი არ ეკუთვნის იმას. აი პირიქით მე ვერ მიტანს მკითხავი. მე ვერ მიტანს ვითომ წინასწარმეტყველი, მე ვერ მიტანს ექსტრასენსი, მე ვერ მიტანს ტელეპათი, იმიტომ რომ მე ამათ ვშიფრავ.
მე ვერ მიტანს იგივე ვითომ აი ხელით რაღაცებს აკეთებდა ის მოძრაობს და ეს ვითომ ამას რაღაც ისეთი ბუნებრივი ძალა ვიგამიგე ამას ახლა ჩვენ ხო შიფრავთ და ამიტომ არის ყოველთვის აკეთებს იმიტომ რომ ხალხი ხო ყოველთვის ქონდა ჩვენ ამაზე კამათი და მარტო მე კი არა აი მე-20 საუკუნის და მე-19 საუკუნის ბოლოში გარი გუდინი სულ ეჩხუბებოდა მკითხავებს რომ თქვენ ხართ ჩარლატანები და თქვენ ხართ აფერისტებიო სულ ამაზე იყო კამათი და ეხლაც ესეა ისინი ყოველთვის გვერიდებიან ყოველთვის იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიცით ის ხრიკები რა ხრიკებსაც ეგენი აკეთებენ და ამიტომ იმაშვება ხო ამიტომ ესენი მაყურებელს ამით ბოდიში და აბოლებენ რა რომ აი შეუძლია ხელი ახლა შენ შეგიძლია გააკეთო ხო შენ შეგიძლია გააკეთო რაღაც ხელის მოძრაობით რაღაც ნივთებმა დაიწყოს სიარული ეს ჩვეულებრივი ფოკუსია ხო ამიტომ ვიძახი მე კიდე ერთ რაღაცას მე არასდროს არ ვიტყვი ამას რომ მე უფლის მეშინია მე უფალი მიყვარს მე უფლის არ მეშინია და ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა მე მეშინია მეთქი ვთქვათ რაღაც უთხარი ან ეშმაკის არაო ზურაო თუ უფალი გიყვარს იმ ეშმაკისიც არ უნდა გეშინოდესო თუ უფალი გიყვარს არაფრის არ უნდა გეშინოდესო ამიტომ მე თავს რომ მე რო ტაშს მიკრავს მაყურებელი მე ჩემ გულში ვიძახი ამას ეს ჩემი დამსახურება არ არის ეს შენი დამსახურება ეს ტაში შენ გეკუთვნის ეს მადლობა შენ გეკუთვნის ეს ყველაფერი შენ გეკუთვნის იმიტომ რომ შენ დამადე თავზე ხელი და მითხარი რომ შენ იქნები ილუზიონისტი და შენ საქმეს მიხედავ და ემსახურები პატიოსნად მას რო ზდომნოდა მან იცოდა ვისთვის მიეცა ეს ნიჭიც ეს გაქანებაც ეს საქმეც იმიტომ რომ მან იცოდა რომ მე ამას ცუდად არ გამოვიყენებდი და მან იცოდა რომ მე ამას ცუდ საქმეში არ გავიტანდი და ესაა ჩვეულებრივი რამე და მე მადლობას ვუხდი ყოველი ტაჟზე ყოველი წარმატებაზე ეს მისი დამსახურებაა და ამიტომ მიყვარს არ მეშინია და მისი სიყვარულით არ მეშინია არავისი რომელი თქვენ საყვარელი ილუზიონისტი ლარს ბარტონი მე მიყვარს ლარს ბარტონი ეს იმიტომ რომ ტორჩისკი კაი ილუზიონისტია იმაში მუშაობდა მონტე კარლოში 150 მილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა თავის საკუთარი თეატრი ჰქონდა ესა მონტე კარლო ინგლისურად ჰქონდა ინგლისურ სტილში გაკეთებული და დიდი შოუ ჰქონდა რა კოპერფილდი ძალიან დიდ პატივს კოპერფილდი არის ეს უნიკალური პიროვნება და უნიკალური ილუზიონისტი იმით რომ 80-იან წლებში მანამდე იყო რაღაცნაირად მიჩქმალური ჩვენი ჟანრი და 80-იან წლებში მან გააღვივა ესე მაგრად და თან მან ანახვა მსოფლიოს რომ შეიძლება ილუზიონისტი იყოს მილიონერი და შეიძლება ილუზიონის ყავდეს ყველაზე ლამაზი ქალი გვერდით ეს შექმნა მაგან და ეს გააკეთა მაგან 80-იან წლებში ამიტომ მე ვიძახი რომ ჩვენი ჟანრი თქვენ აკვირდებით კარგად ყოველ წელს ორ-ორი კინო იღებს ჰოლივუდი ილუზიონისტებზე აი ახლა გამოვიდა კიდე და გამოდის აი პრესტიჟი გამოვიდა კაი კინო აი ახლა გამოვიდა იმხელა აგიტაცია მიდის ამერიკაში და ევროპაში ჩვენ ჟანრზე ხო მაგარი აგიტაცია მიდის აი ისეთი რომ მე თვითონ მიკვირს ხოლმე აი თან კაი ფილმებს იღებენ რა აი კაი ფილმებს იღებენ კაი ფილმს საინტერესო შინაარსიან ფილმს ჩვენ ჟანრზე და მე ეხა შეიძლება წინასწარ მეტყველი არ ვარ მაგრამ მე რაღაცას ვფიქრობ ისე ინტუიციით რომ მოვა დრო ამერიკაში პრეზიდენტი ვიღაც აუცილებლად ილუზიონისტი გახდება აუ როგორც რეიგანი მსახიობი გახდა პრეზიდენტად აი არ არსებობს იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ეს სიტყვები იყოს შენახული და გავიდეს დრო და მართლა მოვიდეს ეგეთ იმიტომ მაგარი პოპულარული ხდება ჩემი ჟანრი აქაც უკვე ნელ-ნელა ეხლა უკვე მაღაზია გახსნა ჩემ ბიჭმა იქ ბავშვები მოდიან რაღაცებს ყიდულობენ მერე უჩვენებენ ესენი ჩემ ბიჭებს ჩემ ბიჭს ეუნებიან არა თქვა რომ შენგან ვიყიდე სად არის ეს მაღაზიები ხო გუდვილშიც არის ქარვასლაშიც არის ვაკეშია კიდე
არ ვიცი რა ქვია იმას, დიდი შენობაა და არა თქვა რომ შენ თან ვყიდულობთ რა და არა ჩემ ბიჭიონება მაშინ მაინტერესებს და ამ გამოდიან რაღაცას უჩვენებენ, აკეთებენ რაღაცა და აი ხდება რა პოპულარიზაცია ამ ჟანრის და კაია. და პირველი ფოკუსი რომელი ილუზიონისტიდან გადაიღეთ? არავი ილუზიონისტი მე რო გითხრა რომ საერთოდ როგორ იყო ისი ჩვენთან ესეთი რაღაცა რომ ბიბლიოთეკაში ქართულად არ იყო, რუსულადაც არ იყო ფოკუსებზე წიგნი. და სულ მაგას ვიძახდი რომ მოვა ის დრო რომ მე ქართულად დავწერ წიგნს და გავაკეთებ ამას და ხო 4 წიგნი, მე 4, ახლა მე 5 გამოდის, არ იყო ვიდეო ფილმი ფოკუსების შესახებ ახსნები, ეგეც გავაკეთე. არ იყო დიდი ტრიუკები შესრულებული, რაც არსებობს საქართველოს აი ეს დიდი ტრიუკები, გინ რაღაც ის მტკვრის ფოკუსი, გინ რაღაცა იქ ელექტროკაფსულა, გინ ჩინური წყლის საპყრობილი, ესეთი რაღაც არ ყოფილა. ამიტომ მე ვთქვი რომ უნდა გავაკეთო. განა იმიტომ რომ ლიდერობა მინდა და პირველობა და არა თვითონ არა ღმერთს როგორც უნდა და ისე გავაკეთე, ისე მოხდა ყველაფერი რა. მომცა ხა მე ხო შეიძლება კონსტრუქტორი ყოფილიყავი. და მიყვარდა ის ავიამოდელისტი ვიყავი, თვითმფრინავებს ჭრაში ვხაზავდი ამ ხელა თვითმფრინავებს. რატო წამოვედი აქეთკენ, ეხლა მე თვითონ არ ვიცი რა და ის ხობად დამჭა, მიხვდით რა შეასაბ. აი ბავშვობიდან მეც ძალიან მიწესებდა თქვენი ხელოვნება და დაახლოებით 5-6 წლის ასაკში ჩემი დაჟინებული ცხოვრების მშობლებმა თქვენი წიგნით შემიძინეს 11 ფოკუსი. და ამით გარკვეულწილად დავიკმაყოფილე კიდეც ჩემი ცნობის მეყარება, თუმცა იმაშიც დავწმუნდი რომ ძალიან რთულია პროფესიონალის ჩარევის გარეშე რაიმეს რომ მიაღწევ და საერთოდ კარგად რომ შეიმეცნო ეს ხელოვნება და თქვენ ხო და თქვენ გყავთ მოსწავლეები ამ სფეროში და როგორი თაობა მოდის ილუზიონისტების? გეტყვი, კაი რაღაცა, რაც მითხარი. ილუზიონისტი შინაგანად მე მგონი მთელ მსოფლიოში ილუზიონისტი აი ფსიქოლოგიურად არიან ერთნაირები, რასაც მე დავაკვირდი რა. სადაც მივდიოდი, თქვათ გასტროლებზე, რომ ხვდებოდნენ ილუზიონისტები და მეცნობოდნენ, ყველა მეუნებოდა რომ მე ვარ ამ ქალაქში მეორე ილუზიონისტი. სადაც კი ჩავედი, ყველა ილუზიონისტი მეუნებოდა მე ვარ მეორე. მაგრამ პირველს არ იძახდა და რატო არ იძახდა? იცი რომ შეიძლება იმ პირველს ეთქვა რომ როგორ ხარ პირველი მე ვარ და ხო და მე არ ვიძახი პირველსო, მე ვიძახი მეორესო და ყველა ქალაქში ესე იძახდნენ. ეხა უყურე, როგორი ფსიქოლოგიის როგორი ტიპაჟები არიან ფსიქოლოგიურად, ან დამწყები ილუზიონისტები, ან ილუზიონისტები. ჯადოქარი უნდა იყოს ერთი. ეს იცის თვითონ რომ მე ვარ ჯადოქარი, ესე ფიქრობს. ჯადოქარმა არ უნდა ისწავლოს, ჯადოქარს არ უნდა ყავდეს მასწავლებელი. თუ მე ვასწავლე იმას, ის უკვე ჯადოქარი არ ითვლება, არ თulis. ეს იგი კი, ყველა ამ წიგნებიდან გაიარა, ყველა ჩემთან მოვიდა და ჩემგან წამოვიდა რაღაცები. მაგრამ არაზოს არ ვიძახი, რომ ჩემთან მოდიან, ან ჩემ ბიჭი რაღაცას წასწავლის, ან მე რაღაცას ვასწავლე. იმიტომ რომ მათ ეს არ სიამოვნებთ რა. არ სიამოვნებს ის ყოველთვის იძახის რომ აი მე ჩემით ვისწავლე. თავისით არ ისწავლა. ან წიგნიდან ისწავლა, ან ინტერნეტიდან ისწავლა, ან DVD-დან ისწავლა, ხო? ჩვეულებრივია როგორც მე ვისწავლე ბიბლიოთეკაში დავდიოდი ყოველ დღე და მე ცირკში ვიღაცა ჩამოდიოდა და ვიჯექი და უყურებდი ამ ფოკუსებს, რაღაცა კინო გამოვიდოდა და ვიჯექი ამ კინოს უყურებდი, რაღაცა მესწავლა, მაშინ არ იყო არც ვიდეო, არც DVD, ინტერნეტი მით უმეტეს. მიხვდით? აი ეს არის და ამათ ეს არ უყვართ ამის თქმა, რომ აი ამან მასწავლა, ან ამისგან ვისწავლე. არა, ხო არა, ნუ იბრალებენ და მაგას ვიძახი რა, ეს როგორ არის, იცი, ეს არის ის იგივე ეს ბრექია, იგივე ეს ისენი რა, ეს ჩვეულებრივად ეხლა რაც უფრო მეტად დადაბლდები, მით უფრო მეტად ამაღლდები. ეს ჩვეულებრივი ამბავია და იქ რო შემხვდა მეთქი ეხლა ერთ-ერთ ქალაქში, კაი ილუზიონისტი შემხვდა, ვიცნობ იმას და მეორეც შემხვდა და მეორეს რო უთხარი, მე იმას ვიცნობ, ეგო ჩემ სტუდიაში დადიოდა და ეგრევე მივხვდი რომ ეს მეთქი არ არის ისეთი ადამიანი და ვიზიტკები და არიგა ყველგან და უკვე მივხვდი ცოტა ტრაბახა, ტრიპაჩი და შარლატანია და გავანებე რა თავი, უკვე ჩამოვცილდი. უკვე მივხვდი რა ადამიანიც არის და ამიტომ ვიძახი რომ ეს
ამათი ის არის რა ეს არ უყვართ თქმა და არც იძახიან და არც მინდა რომ თქვან მე მინდა რომ შეასრულო ნორმალურად შეიძლება პირიქით თუ ჭკვიანი ხარ ხო და თუ მართლა პროფესიონალი ხარ შენ ყველაფერი უნდა გააკეთო რომ ჩემგან ის იდეები ის მარაგი რაც მაქვს ბოდიში და მოიპარო და წაიღო თუ ჭკვიანი ხარ თუ სულელი ხარ ხო მარტო ილაპარაკებ და მეც არაფერს გააკეთებ აი ესაა რომ მივდიოდი მოსკოვში აი ვიდეო კასეტა რო წამომეღო სიცივეში ვიდექი ხოლმე 3 საათი ველოდებოდი იმას რომ ვიდეო კასეტა რაღაცა ფოკუსები იყო წამღო 2 ბოთლი არაყი მიმქონდა კიდე ფულს ვაძლევდი და მომქონდა და იმდენი მარაგი მაქვს ფოკუსები სახში ჯერ ვიდეო კასეტები მქონდა ერთი შკაფი დიდი რა კარადა მე ეს გადავიტანე DVD-ებზე ეს არც ერთი არ არის ინტერნეტში მე უნდა დავდო და მე არ დავდებ ამას ინტერნეტში და ამას აი თქვენი წიგნიც მაქვს აქ წამოღებული 11 ფოკუსი ამის მერე კიდე გამოუშვი მე დიახ და ის არ ქვია სხვა შორის აქედან ერთი პატარა ძალიან ადვილი ფოკუსის შემიძლია ახლა წარმოგიდგინოთ აი ესეთი ჩვეულებრივი კინა მაქვს აქ შევამოწმო შეგიძლიათ ხო აბა ნახე ჭანჭიკი ხო ჭანჭიკი ქვია მენტალისტი ვარ მე და ეხლა ნახეთ რას უზარმოდეს აი ყველა შეხედეთ ჩვეულებრივი რკინა ტრიალებს რა ხარ შენ მენტალისტი კაია რა გინდა ნახე როგორ ტრიალებს ჭანჭიკი ვა რა კაია ვა ო კაია დიდი მადლობა შეიძლება გავუკეთო მეც ვარ მენტალისტი და მეც შემიძლია გავაკეთო მართლა კი აი შემოწმეთ ეს ჩვეულებრივ ფონსტერი ხო ეს ხურდაც შემოწმეთ აბა რა უნდა გააკეთო ჯერ ამიხსენე ეს ხურდა დავდები მაინც წამექცა თქია ხა ამას ხურდას დავაგდებ. რაიმე. მოგეხმარები მე ცხელტალისი. ძალი. მე მგონი ცოტა გვერდზე უნდა გაწიო, აბა. ხო რაღაცა. შუაშია და არ გამოდის კარგად, აბა ნახე. მე მგონი არ ყოფნის მენტალი. ო, აი ეგ რა მენტალი. აბა კიდე დაადე. სხვა ხურდა. შევამოწო შეიძლება? კი. ო. ჩვეულებრივია. მეც შევამოწო. ო. აი, მენტალისტია. ეხლა მთავარი არის რომ აქ არაფერი შავი ძალები არ არის, ხო? ჩვენ ისე ტელევიზიაში ვიმყოფებით, რომ არ თქვან, რომ ჩვენ ვფლობთ რაღაც შავ ძალებს. ეს არის ჩვეულებრივი. მე მგონი ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკა თუ რა ქვია. ხო? ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ ეს ფოკუსი, მაგრამ მოდი არ ავხსნათ. მოდი არ ავხსნათ. არ ავხსნათ. იქნებ მაყურებელმა თვითონ ხო, თვითონ გააკეთოთ. თვითონ მიხვდეს თუ როგორ გავაკეთოთ. თავარია თქვენ ხო იცით როგორ გეცდება და ეგ. თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გითხარით, რას გეგმობთ? იცით რა არის, მე საერთოდ სამომავლო გეგმებზე არ ვსაუბრობ რა. იმიტომ არ მიყვარს ხოლმე გეგმებზე საუბარი, ეხლა მეც რაღაცა ფოკუსები შემიძლია გავაკეთო თქვენთვის შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. კი. კაი, ესე იგი მე არ დავიწყებ ეხლა ისეთ ფოკუსა. ხელი მომეცი შენი. ეხლა შენ რა შვები, იცი შენ მაჯაზე მკიდებ ხელს აი ეს. კი. ხო, კარგად. მე მაქვს 6 წითელი პატარა ბურთი, ხო? ხო, 6 წითელი. და ჯიბეში მაქვს ჯადოსნური მარილი, ეს არის ჩემი ჯადოსნური მარილი. მოდი მე ხა სახელებს ავიწე, რომ შენ არ იფიქრო რომ მე რაღაცებს მალავ, ხო? ხო? კაი, მოდი ესე გავაკეთოთ. აჰა, ჩავიდებ, ესე გავაკეთე, თავიდან გავაკეთოთ. კაი. ესე იგი, შენ მაჯაზე მკიდებ ხელს, მოდი მეორე ხელი მომკიდე. კარგი.
აიცა, ეს მომკიდე პრინციპში ეს. ეს ესე დაიჭირე. აი ეს ხო დავიწყო. აი ეს ხო ჯობია ეს. კაი. მაჯაზე რატომ კიდებ აბა ხელს? რომ შენ ამოწმებ, რომ მე ეს ბურთები არ შევაძვინო სახელოებში, მიხვდი? ეხლა მე თითო-თითოს დაგიდებ ბურთს, თან ითვლი, უყურე დავიწყოთ. 1 ბურთი, 2, ნელა ვაკეთებ ყველაფერს, უყურე 2, 3, 4, 5 და ეს გაწი აი 6. 6 წითელი პატარა ბურთი, ხო? ჯიბეში რა მაქვს? ჯიბეში მაქვს მე ჯადოსნური მარილი. ეს არის ჩემი ჯადოსნური მარილი. უყურე ხმა ისმის და მარილი არ იყრება, ხო? იმიტომ რომ ჯადოსნურია, ხო აი ესე. და ფოკუს ესე დავარქვი, ხა, ყველაფერს ვაკეთებ ძალიან ნელა და სახელოები აწეული მაქვს, რომ არ იფიქრო, რომ მე რაღაცებს სახელოებში მალავ, მეხდი, ხო? 6 წითელი პატარა ბურთი, ხელები ჩვეულებრივად და ჯიბეში რა მაქვს? მარილი. არა. ჯიბეში უნდა თქვა, რომ ჯიბეში მაქვს ჯადოსნური მარილი. აი ეს, თორე ფოკუსი არ გამოვა, მეხდი, ხო? ესე იგი ფოკუსი არ გამოვა და ფოკუს რა დავარქვი? ხა. დავიწყოთ. 6 წითელი პატარა ბურთი ჯიბეში მაქვს ჯადოსნური მარილი და ფოკუს დავარქვი ხა დავიწყოთ. ესე იგი თითო ბურთი ჯერ 1 ბურთი ჩავ. ნელა ვაკეთებ, უყურე. მოდი ესე დავდოთ. მერე მეორე ბურთი. მერე მესამე. ყველაფერს ნელა ვაკეთებ, აი. მეოთხე. მოდი ესე აწიე ხელი, რო არ იფიქრო, რომ მე და შეწიეს რამეზე მოვილაპარაკე. ესე. მერე მეხუთე. მეექვსე შენ თვითონ ჩადე. ჰოპ. ჩადე, აბა ხო ხედავ ყველაფერს როგორ გიჩვენება. ხელი ესე დაიჭირე კიდე. აი ესე დაიჭირე, რო არ იფიქრო, რომ მე და შე რამეზე მოვილაპარაკე. აი ესე კარგად ჩავდოთ. აი ესე ჯიბეში რა მაქვს მე? ჯიბეში. ჯადოსნური მარილი. ეხლა უყურე 6 წითელი პატარა ბურთი, ჯიბეში ჯადოსნური მარილი და ფოკუს რა დავარქვი დაიჭირე? დაიჭირე ეს მარილი და დააყარე. ფოკუს რა დავარქვი? ხა, ხო, აი ესე რა ჩვეულებრივად კეთება, რომ არ იფიქრო, რა თქვა, რაღაცებს ვაკეთებ, ყველაფერი შენ თვითონ გიჭირავს ეს ხელში და აკეთებ, ხო? მე მიხარია ხოლმე ესე რომ ითვისებს ძალიან მალე ხოლმე ამ ფოკუსებს და კაია ხოლმე ეს. საიდან მოდის ფოკუსის შექმნის იდეა და რა დროს ანდომებს შექმნილი ფოკუსის მაყურებლამდე მიტანას და მათ გაოცებას? გეტყვით, ეხა უყურე ხანდახან მე მაქვს ესეთი არ ვიცი ამას რა დავარქვა, მომეწონა რაღაცა მუსიკა. აი თქვა რაღაცა მომეწონა მუსიკა და უკვე თვლი და ვფიქრობ, რომ მე ამ მუსიკაზე უნდა შევქმნა ფოკუსი. და ვქმნი ხოლმე ფოკუსს რა. აი ხა მომეწონა ვრემიას მუსიკა რა, ვრემიაზე რომ მუსიკა იყო. და იმდენად მომეწონა ეგ მუსიკა, ესე იგი მე სულ მქონდა მოსმენილი, აი ვრემია რო იწყებოდა რა, ის რაღაცა მომენტი მქონდა მოსმენილი, ნაწილი. და რაღაცა დისკი ჩამივარდა ხელში, ბევრი ესეთი კლასიკური ნაწარმოები იყო, ერთი 100-მდე რა. და ვიჭიქი სახში და ამე ეს მუსიკა ალბათ მუზა, ხო? არ ვიცი, რაღაცას ვათვალიერე, ვუსმენდი, რაღაცას ვეძებდი და უცბად წავაწყდი ამ მუსიკას და მე როგორც ახლა სვირიდოვი იყო ეს კომპოზიტორი და იმდენად მომეწონა, რომ აი ვიფიქრე, რომ ამაზე უნდა ნომერი გავაკეთო მეთქი რა, აუცილებლად. და ზუსტად ერთ თვეში შევქმენი დავხაზე, შევქმენი რეკვიზიტი, შევქმენი ფოკუსი და გავაკეთე და გამოუშვი ჩვენთან თეატრში, გავაკეთე სპექტაკლი და ამ სპექტაკლში იანვარში ვიმუშავე, იყო ფოკუსი რა. იყო ესეთი, არის პატარა ყუთი, ჩვეულებრივი, ხსნი აქედან, იქიდან, აჩვენებ მე ესეთ დიდ ესეთ მილებს უყრი, ესე სუ რა. სუხსნი ყველაფერს იქ, მერე მილებს უყრი, მერე კეტავ და მერე ხატავ ფლომასტერით ისრებს. საათის ისრებს ყუთზე. დიდი ფლომასტერით, ესეთ ფლომასტერით ესე დახაზავ და მუსიკაზე მერე საათი იწყებს მუშაობას რა, ეს დახატული ის არის დადის. აიგე? ხო დადის ეს ის არის. დადის და მერე უცბად იღება და იქიდან ერთი გოგო გადმოდის. მერე ამას ვკეტავ ისე ვიწყებს მუშაობას, მერე მეორე გოგო გადმოდის და აი ეს მინდოდა და გავაკეთე და თეატრში ვაჩვენე, იანვარში მქონდა სპექტაკლი და იქ და როგორც ისიც თქვენ ახალხაზრდა დაბრუნდით გასტროლებიდან და იქ როგორი წარმატებით ჩაიარა ყოველთვის? ძალიან კარგი, იმიტომ რომ მაგი ჩვენ ვისაუბრეთ თავიდან და კიდე გეტყვი. ესე იგი ჩვენ ვიყავით ხუთში იყო მარს
სიცილის ფესტივალი, იმ ფესტივალზე გამოგვიყვანეს გახსნაზე, მერე დახურვაზეც ვიმუშავეთ, დაგვაჯილდოვეს რაღაც პრესა, რაღაც ტელევიზიები, რაღაცები და მოკლედ კარგი იყო რა, ბევრი ხილი ვჭამეთ რა, რაც მთავარია, იმდენი ხილი ვჭამეთ, რომ გავიღიზიანეთ ნაღლის ბუშტი ყველა. ბევრი ფორთოხლის წვენები, ბანანი, მარწყვი და მოკლედ ყოველდღე მაგას ვჭამდით რა. მეგონი მარხვაზე ვიყავით იმ მუსულმანურ ქვეყანაში. რას ურჩევთ მოზარდებს პროფესიის არჩევისას, რა უნდა გაითვალისწინონ მათ? მოზარდებს? რას გითხარით? მთავარია პატიოსნად ემსახურონ თავის საქმეს. ანუ როგორც ვიცი, თქვენ შვილებს აქვთ მოკლედ მაღაზია და აპირებენ თუ არა ისინი გაყვნენ თქვენს პროფესიას თუ რაიმე მე გითხარით რა აქვს მაღაზია? არა, სწავლობ ჩემმა გოგომ დაამთავრა ისა პედაგოგიური მუშაობა, მე ჩემ ბიჭმაც ბიზნესი გააკეთა თავისთვის ეს მაღაზია და რომ მოდიან ახლა პატარა ილუზიონისტები, ვისაც უნდა რაღაცა, ყიდულობენ, იმას ჩემთვის არ უნდა რა სცენაზე მუშაობა. ყველაფერი იცის, კარგად აკეთებს, მაგრამ არ მინდაო რა, იმიტომ რომ არა, იმდენს ვერ გავაკეთებ, რაც შენ გააკეთეო და რო გავაკეთო, იტყვიანო ზურას ბიჭიაო და რა თმინდაო და ამიტომ ჯობიაო რომ ეს მაღაზია იყოსო და ამ ბავშვებმა აკეთონ ფოკუსებია. და ანუ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და ამით უმეტეს ფოკუსი მოითხოვს ზუსტად დეტალურ ქმედებებს და თქვენ თუ მოგწვიეთ ოდესმე შეცდომა ან რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებთ? შეცდომა ხანდახან ყველას მოსდის. მით უმეტეს სცენაზე გადაღების დროს პირდაპირ ეთერში არა, მაგრამ ხანდახან ისეთი შეცდომა მოგდის, რომ ეს შეცდომა უფრო მეტად პოპულარობს ხდის რა. ხანდახან ძალითაც აკეთებს შეცდომებს, რომ ხალხმა ილაპარაკოს და ის ტრიუკი პოპულარული გახდეს და თუ მე აღარ გინდა ის ნომერი რომ გაიყიდოს და ამიტომ ქმნი საერთოდ ნიფთი რომელსაც უკვე ძველდება ჩემს საქმეში მე აუცილებლად იმას ან ვინმეს ვჩუქნი ან ვყიდი ან ვცვლი ფოკუს რაღაცაში ამიტომ რომ პოპულარული ნივთი რო გახდეს უნდა ამაზე ხალხმა ილაპარაკოს ხალხმა როგორ უნდა ილაპარაკოს ხალხი ყოველთვის ლაპარაკობს სუც კარგს არ ლაპარაკობს ყოველთვის ვიღაცას რო შეეშლება რაღაცა იმაში ტელევიზორში იმას ლაპარაკობ. აუ ეს მე ფსიქოლოგიური მაქვს დამთავრებული. ეს ხო, ეს არის შოუ მასაზე როგორ ხო ეს მასაზე აი ნებისმიერი ხა ისე ვიძახი რა რომ გაიაროს მოდელმა. უბრალოდ გაიაროს მოდელმა და არა ქუსლი მოძვეს ხო? აი ზუსტად იმაზე ილაპარაკებენ, ხო? აი ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ეს საჭიროა ხანდახან. შეიძლება უფრო პოპულარულსაც. არა, და ნივთიც პოპულარული ხდება. მე რომ ნივთი გაყიდო, გამიგე? აი ის ნივთი და უკვე კარგად იყიდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია რა. კი, ცნობილი ადამიანები ეს. ყველა ეს ხდება, ყველა. მაკიაჟი ეს ხდება, უნდა გააკეთო რაღაცა ცუდი პირდაპირ ეთერში რომ ამაზე ილაპარაკონ, მე ამაზე აიტაც. აი როგორც კი ამას გაატარებ, ხო? მაშინ უკვე არ ლაპარაკობენ. აი მაგალითად ეხლა იყო ერთი კაი რაღაცა, ერთ-ერთი გამოვიდა, არ მინდა იმის გვარი და სახელი ვთქვა და უჩივის რომელიღაცა ჟურნალს. და ამაზე მიდიოდა ტელევიზორში ერთი ამბავი და ეს ეხლა იმ ჟურნალს უკეთებს დიდ პოპულარიზაციას. მეორე დღეს ის ჟურნალი უფრო მეტი გაიყიდა რა და უფრო მეტად გაიყიდება და ხო, ამან იმას გაუკეთა რეკლამა თავისი აი ამ იმით რომ მე ამას ვჩივი ვარ ეს ჩვეულებრივი მარკეტინგია ხო აი არის რაღაცა შეიძლება რომელიღაცა მსახიობი მომღერალი აი ჟურნალისტმა პროვოცირება გაუკეთოს ეს წამოეგოს ამ პროვოცირებაზე და მე ეს გაიყიდოს მისი ჟურნალიც წიგნიც ტირაჟიც აი ბევრი აკეთებს ამას რა აი ვიღაცამ რაღაც თქვა 1-2 წლის უკან ცუდი რაღაცა თქვა დაწერა ვიღაცამ რაღაცაო ამაზეო და დაინტერესა ხალხს და დაუწყო ამ წიგნს ძებნა და ყიდვა და ეს მარკეტინგული ის არის ეს სიტუაცია რა ჩვეულებრივი ამბავი ამიტომაც ამ ტრუქშიც ეს ხდება რა აუცილებლად შენ თუ არა შენ უნდა გააბაზრო მაგრამ მე შენი მტრები გიბაზრებენ კიდე რომ გონია რომ შენ ცუძ გიკეთებენ არა და იმას უგდებ ხო იმას ტანკეს გადაუგდებ
იცი ვინ არის შენი მტერი, ის წამოეგება და მე ის გიკეთებს რეკლამას და შენ წისქვილზე ისასხავს წყალს რა, ისე რომ თვითონ ვერ ხვდება და მე უკვე რო ხვდება, მე გვიან არის. ეს უკვე გაყიდულია და საქმე გაკეთებულია უკვე. ან ჩვენ გადაცემა ახლა უკვე დასასრულს უახლოვდება. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და რაიმე კიდევ ერთ ფოკუსს ხო არ დაუწოვებდით სამახსოვროდ ჩვენს გადაცემას აი ახლა. რა ვიცი ახლა. სამახსოვროდ? კი. მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი ფოკუსი. და ჩვენ ამასობაში დაგევშვიდებებით და გიტოვებთ ბატონ ზურაბს თავის ფოკუსს. სად მიტოვებ? სად თავისი ფოკუსით. მე ვrჩები ფოკუსთან ერთად. კაი ახლა უბრალო რამეს გავაკეთებ კიდე, ძალიან უბრალო რამე, როგორ შეიძლება თქვათ ესე იმას აქნა, რა ქვია. ფული დაახურდავა ესე. აიმე. ესე ახურდავა. ოცარი. ჩვეულებრივად. აი ესე რა. სასწაულია. ნახვამდის. კარგად იყავით. კარგად წამდებოდეთ.